სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. დღეს ჩვენ მოვისმინეთ არაერთგზის მოსმენილი და წაკითხული იგავი სახარებისა მდიდრის და ლაზარეს შესახებ. მოვისმინეთ ხვედრი ორგვარი ცხოვრებისა. ერთი ცხოვრებისა, რომელიც განცხრომაში, სიამოვნებაში, როსტარებაში მიმდინარეობს და მეორე ცხოვრებისა, რომელიც ტანჯვით და განსაცდელთა თმენით მიმდინარეობს. ერთის ხვედრი, მეორეს ხვედრი. მაცხოვარმა გითხრა, რომ ლაზარე გარდაიცვალა და ანგელოზებმა ის მიიყვანეს აბრაამის წიაღში. ხოლო მდიდარზე კი გვეუბნება მაცხოვარი, რომ მოკვდა მდიდარი და დაეფლა. და იქნა მისი თვალების ახილვა საუკუნო სატანჯველში. ალბათ ამ იგავს რომ წავიკითხავთ თითოეულმა ჩვენთაგანმა, უნდა დავსვათ შეკითხვა, რომ როგორ უნდა ვიცხოვროთ იმისათვის, რომ ავირიდოთ მდიდრის ხვედრი და დავიმკვიდროთ ლაზარეს ხვედრი. პრინციპში პავლე მოციქულმა დღეს ნიკოლოზმა რომ წაიკითხა, იქ პასუხი გვაქვს ამაზე, რომ ქრისტესნიო, ასე გითხრა პავლე მოციქულმა, საკუთარ თავს ჯვარს აწვამე, ნებითურთ და გულისწყლით. აი ამ მდიდარს სწორედ ეს აკუდა. მას ეგონა, რომ უნდა ეცხოვრა ისე, როგორც თვითონ სურდა. მას ეგონა, რომ დიდი არაფერი დანაშაული არ იყო თუ თავის გულისწყნებს შეასრულებდა. მას ეგონა, რომ თავის სიმდიდრეს როგორც უნდა და ისე გამოიყენებდა და ამაში დიდი დანაშაული არაფერი არ იყო. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ნახეთ, რომ ხვედრი მისი საუკუნო იყო და ის აღარასდროს აღარ შეიცვლებოდა. აბრაამი ეუბნება მას, რომ შვილო, ჩვენს და თქვენ შორის ისეთი დანახეთქია, ისეთი უფსკრულია, რომ ვერც აქედან თქვენსკენ ვინმე შეძლებს გადმოსვლას და ვერც თქვენგან ჩვენსკენ ვინმე შეძლებს გადმოსვლას. ამით რისი თქმა უნდა მაცხოვარს? მაცხოვარი გვეუბნება, რომ ადამიანის თავის საუკუნო ხვედრს შეიქმს და განსაზღვრავს აქ ამ ცხოვრებაში. იმ ცხოვრებაში, რომელიც ადამიანებს მოცემული გვაქვს სასუფევლის მოსაპოვებლად. დაუბრუნდები ისევ იმას, რითიც დავიწყე. მდიდარს ეგონა, რომ როგორც უნდა და ისე იცხოვრებდა და მას არანაირი პასუხისგება ამისთვის არ მოუწევდა. საიდან უნდა ცოდნოდა მდიდარს? აი ეს კითხვა უნდა დაუსვათ თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენს თავს. საიდან უნდა ცოდნოდა მას, რომ ისეთი ცხოვრების წესი, რითიც ის ცხოვრობდა, იქნებოდა დამღუპელი მისთვის. ამაზეც იგავის ბოლოში თვითონ მაცხოვარი გვეუბნება აბრაამის პირით. მოსე და წინასწარმეტყველი ჰქონდა. ისინი უნდა წაეკითხა, მათი უნდა მოესმინა, მათგან უნდა ესწავლა. და ამ შემთხვევაში ისინი ის არ მივიდოდა იქ, სადაც მივიდა სამწუხაროდ. ამას თითოეულ ჩვენთაგანს ეუბნება დღეს მაცხოვარი, რომ ქონათ თქვენ გააქვთ, ჩვენ გვეუბნება ყველას, გააქვთ სახარება, გააქვთ წმინდა მამები. იკითხეთ, ისწავლეთ და გადარჩებით. ხოლო თუ ამის კეთება გეზარება ადამიანს, თუ ამის კეთება არ გინდა და მნიშვნელოვნად არ მიგაჩნია, მაშინ აბრაამი გვეუბნება, უბრალოდ მაცხოვარი გვეუბნება, რომ არა აქვს მნიშვნელობა მთელი ზეციური ანგელოზების დასირო წარმოგიდგეს და გითხრას, რომ ეს ესეა, რაც სახარებაში წერია, მაინც არ დაიჯერე, პირიქით უფრო დიდ საცდურში ჩავარდე.
ღმერთი ხომ კაცთ მოყარია, როგორ ფიქრობთ ეხლა ის არ გამოგვიჩენდა ჩვენ სხვა რამეს რო იყო საჭირო? არა. პირიქით ადამიანი უფრო დაიღუპებოდა. აი ხა ჩვენ რო ნახოთ მიცვალებული, გაცოცხლებული, მოსული და გვითხრას ის ჭეშმარიტება რაც ახარებაში არის, პირიქით უფრო დავიღუპებით. უფრო დიდ საცდურში ჩავარდებით. იმიტომ რომ გახსნილი გავხდებით მერე ეშმაკის მთელი ცდუნებებისთვის. ამიტომ კიდე ერთხელ გავიმეორდები, როგორ უნდა გადავრჩეთ კითხვას რო სვავს ადამიანი, პასუხი უნდა იყოს წმინდა წერილით, წმინდა მამების კითხვით. სხვა გზა არ არსებობს. დღევანდელი სახარება ამას გვეუბნება, რომ მდიდარს ეგონა, რომ ის ჩვეულებრივი ცხოვრებდა და მას პასუხი არ მოეთხოვებოდა. აქ ხომ არ წერია რომ მდიდარი ვინმეს რაიმეს ავნებდა, არა. უბრალოდ ის იმდენად იყო გართული საკუთარი თავით, იმდენად იყო გართული, ეხლა მარტო ხო არ აკეთებდა ამ ყველაფერს, ხო? იქ მეგობრები მისდიოდნენ, სტუმრები მისდიოდათ, იმათზე ზრუნავდა, რომ იმათთვის შესაბამისი სუფრა დაეხვედრებინა, რომ არ შერცხვენილიყო. ხომ ამას ხო ყოველდღე სხვადასხვა უნდა და ამაზე ფიქრობდა, ამაში იყო გარ სახლი როგორ მოერთო, რითი გაერთო სტუმრები. და აი ამ გართობაში, ამ საქმეში, ამით მოცული, თავის კარებთან რომ მეგდო ლაზარე, ის იმასაც კი ვეღარ მისთვის ვერ იცლიდა. ჩვენ ხედავთ რომ იცის მან ლაზარე. იცნობს ლაზარეს, იმიტომ რომ სახელით მიმართავს, ხო აბრაამს ეუბნება რომ აი ლაზარე მოავლინე და ენა რო გამიგრილოს, იმიტომ რომ ვიტანჯები. ანუ იცის ლაზარე, მაგრამ იმდენად არის გართული საკუთარი თავით, რომ ვერ იცლის მისთვის. აი ადამიანიც, რომელიც ამ ქვეყნიურით მთლიანად არის მოცული და მთელი მისი აზრები არის, რომ როგორ მიაღწიოს წარმატებას, როგორ იყოს ეს, როგორ ასე შემდეგ. ეს ადამიანიც სწორედ ესია, მასაც გაეპარება ლაზარე. თავისი მხედველობიდან. არა და ლაზარე მისთვის ვინ იყო? ლაზარე ამ დიდრისთვის იყო საშუალება ცხონების. და წარმოიდგინეთ, როგორ ზრუნავდა ღმერთი ამ დიდარზე, როგორ უყვარს ყველა ადამიანი ღმერთს, რომ არათუ სადმე შორს კარებთან მიუყვანა. ჭიშკარზე მიუყვანა და ჭიშკართან დაუსვა ლაზარე. რო დაენახა, აი, ხო არ ეცალა მას, ხო მთლიანად ამ თავის ლხენაში იყო მოცული. და კარებთან მოუყვანა ლაზარე უფალმა და უთხრა, აი ეს არის, მიხედე. ეს სიმდიდრე, რომელიც შენ გაქვს, შენი კი არ არის. ამისთვის უთხრა, ამისთვის მიუყვანა კართან ლაზარე, რომ დაფიქრებულიყო ეს მდიდარი, რომ კაცო ეს სიმდიდრე ხო ღვთისგანა მაქვს, ხომ ღვთის არის. და ხო უნდა გაუნაწილო ჩემსავე ძმას, რომელსაც არაფერი არ აქვს ჩემგან განსხვავებით, მაგრამ არა. რადგან მან წმინდა წერილი არ იცოდა, რადგან მან წინასწარმეტყველები არ იცოდა, მან ეს ვერ შეძლო. აი იგივე შეცდომა ჩვენც რომ არ მოგვივიდეს, მილიონჯერ მაქვს ნათქვამი ალბათ ამ ამბიონიდან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. წმინდა წერილს უნდა ვიცნობდეთ. უნდა ვიცოდეთ ღვთის ნება რა არის. უნდა ვიცოდეთ ჩვენი რა არის, ღვთისა რა არის. რა ვალდებულებები გვაქვს ღვთის წინაშე, რა მოვალეობები გვაქვს ერთმანეთის წინაშე. რისთვის მოგვეთხოვება პასუხი და რისთვის დავჯილდოვდებით. აი ამაზე თითოეული ჩვენთაგანი უნდა ფიქრობდეს და მაგრამ მხოლოდ კი არ უნდა ფიქრობდეს, ასე ძალიან ბევრი ფიქრობდა, მაგრამ ძალიან მცდარი აზრები გამოიტანეს მე საკუთარი ფიქრებიდან. უნდა ვფიქრობდეთ და ვეძებდეთ ამ ყველაფერზე პასუხს წმინდა წერილში. წმინდა წერილში, წმინდა მამებში უნდა ვეძებდეთ ამ ყველაფერზე პასუხს. კიდევ ერთხელ გავმეორდები, რაზე? რა მოგვეთხოვება და რა ვალდებულებები გვაქვს ერთმანეთის წინაშე, რა ვალდებულებები გვაქვს ღვთის წინაშე. და ეს ჩვენი ცხოვრების მიზანი უნდა იყოს. იმიტომ რომ დავინახეთ, რომ ამის არ გაკეთების შედეგი არის საუკუნო სატანჯველი. გავმეორდები კიდევ ერთხელ, რომელსაც ვერ შევცვლით. ვერ შეცვლით, გამორიცხულია. იმ დროს, რომელიც დაკარგეთ, მერთმა ყველა დაგვიფაროს. თუ აღმოჩნდით, ამ დიდარივი თვალი გავახილეთ და სატანჯველში აღმოჩნდით,
ხომ არ გონიათ რომ სხვანაირ განაჩენს მოვისმენთ? გამორიცხულია. ღვთის სიტყვა არის კანონი. აი ძალიან მინდა გთხოვოთ რომ ამას დაუკვირდეთ. ღვთის სიტყვა კანონია. მანამდე რომ რამე სხვა წესრიგი არსებულიყო, ღმერთი თუ იტყვის ის შეიცვლება და რასაც ღმერთი იტყვის ის დადგინდება. ნახეთ, 64-ში სიკვდილი არ იყო. მაგრამ ღმერთმა ადამიანს უთხრა, თუ ამ ხის ნაყოფს შეჭამ, სიკვდილით მოკვდები. როგორც კი ღმერთმა ეს სიტყვა წარმოთქვა, ეს უკვე კანონი გახდა. ამ კანონს ვერავინ ვეღარ შეცვლის. შესწოდა ადამიანმა და შემოვიდა სამყაროში ხრწნილება და სიკვდილი. და დღემდე ამ სასჯელის ვერ გაიქცა ვერავინ. ყველა მოკვდება, ყველა გაიხრწნება. მაცხოვრის სიტყვებიც ესე არის. სახარებაში რომელი სიტყვები რაც მაცხოვარს უწერია, ის არის კანონი. იმას ვერ შეცვლის ვერავინ. აი მაგალითისთვის რომ მოგიყვანოთ. მაცხოვარი ამბობს სახარებაში, რომ ვინც თავის ძმას უთხრას ცოფ, ანუ გიჟი ხარ, სულელი ხარ. ღირს არს იგი გენიისა. ანუ ჯოჯოხეთის ღირსი არის. აი დაიმახსოვრეთ, როგორც კი ადამიანი მეორე ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებს, ეს სასჯელი უკვე შენზეა. ჯოჯოხეთში ხარ. ამას ვერ გაექცევი. რაც არ უნდა იფიქრო, იცი რა, ესე იყო, ისე იყო, წამომწდა, არ მინდოდა. არა, ეს სიტყვა როგორც კი თქვი და ძმა შეურაცხავი, ჯოჯოხეთის ღირსი გახდი შენ, იმიტომ რომ მაცხოვრის სიტყვა არის კანონი, ვერ შეცვლი. ერთადერთი გზა არის ამის შეცვლის. ეს მაცხოვარმა მოგცა ეს გზა, სინანული. სინანული, ოღონდ იცით როგორი სინანული? იმ გადაწყვეტილებით რომ მოვკვდი, ამას მეორეჯერ აღარ გავიმეორებ. მირჩენია მოვკვდე, მაგრამ ამას მეორეჯერ არ გავიმეორებ. თუ აი ესეთი სინანული გექნება ადამიანს, ეპატიება. თუ არა, უნდა ვიცოდეთ თითოეულმა ჩვენთაგანმა რომ განაჩენს ვერ გავექცევით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რატომ? იმიტომ რომ უფლის სიტყვა არის კანონი. აი დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახარებაში და უფალი გვეუბნება ამას, რომ განსხრომით, თავდავიწყებით, გართობით, სიცილკისკისით, დროს ტარებით, ჯოჯოხეთში მოხვდები. აი ამას გვეუბნება მაცხოვარი. ამას ვერ აცდება ვერავინ, ეს არის კანონი. მიხვდით? ვინდა ავირიდოთ ეს ყველაფერი, ცრემლი უნდა უყაროთ. ისე კი არა, რომ მივირბენთ მოძღვართან და ეს დავაშავე და მეორე დღიდან ახალ ფურცელს გადავშლით და თავიდან რო ვიწყებთ იგივე სკეთებას. ესე კი არა. გავმეორდები გადაწყვეტილებით, რომ მოვკვდი, ამას აღარ გავიმეორებ. თითოეული ჩვენთაგანისთვის თუ ცხოვრების მიზანი არ გახდა, რომ აი ეს დღეს რომ მე ეს წავიკითხე, კაცო, ესე იგი ჩემ ცხოვრებაში რაღაც უნდა შევცვალო და უნდა გამახსენდეს ასევე დღესვე წაკითხული, შემთხვევით ხო არაფერი ხდება. დღესვე წაკითხული ასევე პავლე მოციქულის სიტყვები, რომ მე საკუთარი თავი გულისხმით და ვნებები ჯვარზე უნდა ვაცვა. აი ეს აზრები უნდა შეიკუმშოს ადამიანის გულში და უნდა ამაზე იფიქროს. მაგრამ მე გეტყვით ახლა რა მოხდება? ეხლა ვეგეთქვით რა მოხდება. აი ამ კარებიდან არ ვიქნებით გასულები, ეს ყველაფერი რო დაგვავიწყდება. და ისევ იგივე მორევში ჩავეკლებით, რომელი მორევიდანაც დღეს მოვედით აქ. სამწუხაროდ. უნდა შევეცადოთ, აი რაღაცნაირად ყველა ჩვენთაგანი უნდა ვცდილობდეთ, რომ რაც შეიძლება მეთხანს გავაჩეროთ ხოლმე ის აზრები ჩვენს გულში, რაც გაგვიჩნდება ლოცვის დროს, წიგნის კითხვის დროს, სახარების კითხვის დროს, აი ნების რაღაც აი აზრს რო დაიჭერ, რომელიც ჩვენ სინდის ცოტა შეაფხიზლებს. მაქსიმალურად უნდა შეეცადო, რომ ადამიანმა არ დაკარგო ეს აზრი და რაც შეიძლება დიდხანს იფიქრო ამ აზრზე. აი წინაკვირის სახარებას გაგახსენებთ, რომ ისე არ მოხდეს, აი ჩვენ როგორ მოგვდის, რომ მოვისმინეთ ეხლა ეს სიტყვა. რაღაცნაირად იმოქმედა ჩვენზე ამ სიტყვებმა და ეხლა მოვა ეშმაკი და აკენკავს ეგრევე.
იმიტომ რომ მართლა გზასავით არის ჩვენი გულები, აი, ამტკიცული, არაფერი არ შედის. თუ შევძელით და ცოტა ხანი გავიჩერეთ, რაღაცა განსაცდელი დაგვატყდება და კლდესავითავართ და ინტუთას ამოიძირდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აღარ დაგვრჩით. ამიტომ შეეცადეთ რომ აზრი რომელიც გაგიჩნდებათ, სათნო აზრი ღვთისა, მასზე იფიქროთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ რომ ამ სიტყვებმა ჩვენში ნაყოფი გამოიღოს. და თუ ნაყოფი არ გამოიღო, ისე აზრი არაა. ისე ვისმინოთ და ვიყოთ. მარტო სმენით ადამიანის ცხონება არ იქნება. და ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ აი ჩვენთვისაც წარმოგზავნილი ლაზარე არ უგულებელს. თითოეულ ჩვენთაგანს ლაზარეს უგზავნის ღმერთი ცხოვრებაში, თითოეულ ჩვენთაგანს. ეს არ არის მაინდა-მაინც ვიღაცა დავრდომილი კი არ უნდა იყოს, მშიერ მწყურვალი და ავადმყოფი ქუჩაში დაგდებული, არა. მაგრამ თითოეულ ჩვენთაგანს ადამიანი უგზავნის ლაზარეს, რომელსაც უნდა დაეხმაროს, რომელსაც გვერდში უნდა ამოუდგეს, რომლის გასაჭირიც უნდა გაიზიაროს, თითოეულ ჩვენთაგანს. აი ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ საკუთარი თავიდან აი შეცდომა რაც ამ დიდარმა დაუშვა, ჩვენც რო არ დაუშვა, საკუთარი თავიდან ცოტა გამოვიხედოთ გვერდზე. ნუ გვეგონება რომ ჩვენი თავი ჩვენ ვართ მზე და მზის სისტემაში დანარჩენი ყველაფერი ჩვენს გარშემო ტრიალებს, არა. აი ცოტა მოვიცალოთ, გამოვიხედოთ, მივევიხედოთ, დავინახოთ ის ლაზარე, რომელიც ჩვენს კართან არის. აი კიდე მინდა გავმეორდე, ნახეთ, როგორ უყვარს ადამიანი ღმერთს, რო დაინახა რომ აი ეს ადამიანი ძალიან მოცული იყო საკუთარი ლხენი და დროსტარებით, კარებზე მოუსვა, პირდაპირ კარიბჭეში დაუსვა, რომ ვერც ერთი სტუმარი ვერ შესულიყო, ვერც ის ვერ გასულიყო სახლიდან, ვერ დახვედრო და ვერც ერთ სტუმარს რო არ დაენახა, რომ გამოეფხიზლებინა. ნახეთ, ეს ადამიანი ჯოჯოხეთშიც ვერ ხვდება ამას. იქაც კი ეუბნება, რომ ლაზარე გაუგზავნეო ჩემ ძმებს. და აბრაამი რო ეუბნება, კაცო და მოსე და წინასწარმეტყველები ყავს შენს ძმებს. მათი ისმინო. ვერთ მაინც ვერ იგებს, მაინც ეუბნება, არა, მამო, ლაზარე თუ მივა, მკვდრეთი თუ აღდგება, იმისას ისმენ. არა, აბრაამი ეუბნება, არც მაგისას არ მოისმენ. ჩვენც ესეთი პასუხი მოგველის თუ ასეთ ცხოვრებას გავატარებთ. ჩვენთვისაც ღმერთი ყოველ დღე ზრუნავს. ჩვენი ცხონების იარაღი ისე როგორც დიდრისთვის ლაზარე ჩვენს კართან არის ყოველ დღე. ამიტომ კითხვა თუ გაგიჩნდებათ, რითი ვემსახურო ღმერთს, მიმოიხედე. აი კართან აგდია პირდაპირ რითიც უნდა ემსახურო ღმერთს. თითოეული ჩვენთაგანისთვის. არ არის საჭირო რაღაცა დიადი მიზნების ძიება, აი ისე უნდა ვემსახურო ღმერთს, არა, კართან გიგდია პირდაპირ. უბრალოდ თვალი გაახილე. საკუთარი მედან გამოდი, ცოტა ეგოიზმს მოერიე, საკუთარი გულის თქმები, ვნებები დაივიწყე, დათოკე და დაინახავ ყველაფერს. მაგრამ ჩვენ ჯიუტად გვინდა რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ვნებები, ჩვენი გულის თქმები ვაკმაყოფილოთ ყოველდღიურად, მაგრამ თან ღმერთსაც ვემსახუროთ, თან სამოთხე დავემკვიდროთ. დღევანდელმა იგავმა გითხრა რომ ეს ვერ მოხდება. და ეს არის ღვთის სიტყვა, მაშასადამე არის კანონი. ამას ვერავინ ვერ შეცვლის. ღმერთმა შეგვაძლებინოს თითოეულ ჩვენთაგანს სიბრძნე მოგცეს. მეოღვიყოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ყველა წმინდანი, ვინც სათნო იყო ღმერთს, რომ ღირსი მამა გაბრიელი, ვინც მართლაც უარყო ყოველივე ამ ქვეყნიური და ქრისტე შეიყვანა. აი მათი მეოხებით ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ მცირედად მაინც იმით დავიწყოთ, რითიც შეგვიძლია, რომ ჩვენი გულის თქმები, ჩვენი სურვილები, ვნებები მცირედ დავიოკოთ. თუ ამას შევეცდებით, ღმერთი დროს მოგცემს. იმდენ დროს მოგცემს, ზუსტად რამდენიც საჭირო იქნება, რომ სასუფეველი დავიმკვიდროთ. ღმერთმა მოგმადლოს თითოეულ ჩვენთაგანს ყოველივე ეს.